აი განიცადა თუ გადაცემა არ აიწყობა, კარგ როლიკს ავაწყო, ხო? აი ეს არ ინერვიულო, რომ აი არ გამოგვიოდა რაღაც, კიდე სხვა დროს ვწვდით, ხო? არაფერი არ გვიშალდება, ჩვენ მხოლოდ გავდივართ ეხლა პრაგულს. გავიგე? მოდი, აბა დავიწყოთ. პასუხებს ინკოგნიტოს დამაარსებელი და ხელმძღვანელი ქალბატონი მანანა გაბეჭიძე. მარიამ, მადლობა. ალბათ იცი რომ არასოდეს არ ვამბობთ ხოლმე ქალბატონოს და ამას მე შენც შეცვლი როგორც ინკოგნიტოელი და როგორც მანჩო ესე მომმართავ ხო? მეც მესამები მაყურებელს პირველ რიგში გისურვებ წარმატებებს, იმიტომ რომ 2018-19 წელი იყო და ძალიან წარმატებული. საკმაოდ წარმატებული და ბევრი რეიტინგული სიუჟეტებიც გააკეთე, ხო? დამახასიათებელი. ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს უკვე წარმატებული ჟურნალისტი. გამარჯობა, მე ვარ მარიამ ბაზაძე, ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს ახალი თაობის ჟურნალისტი. გამარჯობა, მე ვარ მარიამ ბაზაძე, ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს ახალი თაობის ჟურნალისტი. და დღეს როგორც დაგვირდით, ჩემს სკოლაში გამოგზავრებთ. მოდით დავიწყოთ. რას ფიქრობთ, კარგად ეწყობა თუ არა საქართველოს ექსპორტი? უამრავი საინტერესო პროექტებია, რომლებიც მე 2018-19 წლებში შემოგთავაზე. მე მგონი ყველას საინტერესო კითხვა იქნება, თუ როგორ ჩამოყალიბდა ინკოგნიტო, რამდენი ხნის წინ და ვნიკო ამის ინიციატორი. ვინ იყო ამის ინიციატორი? ინიციატორი რა თქმა უნდა ვიყავი მე. ამის 45 წელს ხდები და 25 წელია უკვე ერთი და იგივე რაღაცას ვაკეთებ და მე მგონი უკვე ძალიან დიდი ხანია და სტაჟიანი ინკოგნიტორებიც ძალიან ბევრი ყავს, რომლებიც უკვე დაგვეფრთხილეთ და ამაზეც მე ვისაუბრებთ. ძალიან გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა ისეთი რამ, რითაც ბავშვები იმის გარდა, რომ იქნებოდნენ ასე ვთქვათ ტელევიზიონშიკები, რომ ამ სიტყვას ვიხმაწარი მიყვარდა, ვინც ტელევიზიაში კარგად ერკვევა, ძალიან მიყვარდა პატა ჭელიძეს, რომელმაც ჩვენთან ძალიან ბევრი თაობა გაზარდა და ძალიან კარგი ოპერატორი იყო, ასე ვთქვათ. და გვინდოდა რომ ბავშვებს თვითონ მიეყოთ მონაწილეობა კამერასთან მუშაობით, ალბათ ხედავ ხა აქ ჩვენთან გადასაღებ მოედანზე მუშაობენ სტუდენტური ჯგუფი, მაგრამ მაინც თვითონ ბავშვები მუშაობენ იმ მასალის შესაძლებლად, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, ხო? დაახლოებით 18 წელი გამართულია უკვე ინკოგნიტოს ზრდის თაობას, რომელიც თაობასაც აწვდის ტელევიზიებს, რადიოებს და არა მარტო ტელევიზიებს და რადიოებს. ძალიან აი ესე უეცრად შემოიჭრა 21 საუკუნეში პიარი. აი ადრე ამ სიტყვას ესე არ ვაქცევდით ყურადღებას და არც ამ ასე ვთქვათ შტატს არ ვაფასებდით. დღეს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. ბევრი თითოეული მათგანი ჩვენი გაზრდილი ინკოგნიტოელები მერიაშიც მუშაობენ, არის ძალიან ბევრი კომპანიები, დაწესებულებები, სადაც პიარი ყველას ჭირდება, ხო? არ არსებობს ორგანიზაცია, დაწესებულება, ბიზნესმენია, არ არის ბიზნესმენი, ყველას ჭირდება, რატომაც არა, ხო? და აი ამ ყველაფერს ძალიან კარგად ართმევენ ჩვენი ინკოგნიტოელები თავს. დღეს აქ დაგემშვიდობებით. მადლობა. მადლობა შენ, რომ ისეთი გახსნილი კითხვები გქონდა, რომ მე ვფიქრობ, რომ ამომწურავა და ძალიან გულწრფელი ვიყავი მაყურებელთა. მართლა ზუსტად ისეთი რაღაცები უთხარი, რაც ანასოდეს არავისთან არ მithქოს. მოგალ შეხვედრამდე. თქვენთან ერთად იყო და იქნება ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს უკვე წარმატებული ჟურნალისტი მარიამ ბაზაძე. კეთილი სურვილებით. გენაცვალე შენ, ძალიან მიყვარს მარიამი თავის გადაცემას ყოველთვის ასრულებს ხოლმე კეთილი სურვილებით და მართლა კეთილი სურვილებით. გემშვიდობებით, მინდა წარმატებები გისურვო შენს მარიამ, მადლობა იმისთვის რომ მიამირჩიე რესპონდენტად და მე ვფიქრობ რომ წელს მართლა წარმატებული წელი გვექნება. დროებით.